1936 წელი. ესპანეთი აღარ არის ერთიანიერი. ქვეყანა შუაზე გახლეჩილია იდეოლოგიებით, იმედებით, შიშით. რესპუბლიკა ოცნებობს ახალი ესპანეთის აშენებაზე. სეკულარიზმი, რეფორმები, თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ძველი ესპანეთი უყურებს მათ, როგორც საფრთხეს. ეკლესია, ტრადიცია და არმია, ძალები, რომლებსაც სჯერათ, რომ ქვეყნის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ძალით. დაპირისპირება გარდაუვალი ხდება. პოლიტიკა ქუჩებში გადადის, სიტყვები იცვლება იარაღით, მიტინგები გლოვით. ეს არ იყო უბრალოდ ომი, ეს იყო ბრძოლის ველი იდეებისთვის, რწმენისთვის, თვით ესპანეთის სულისთვის. და როცა პირველი ტყვიების ხმა გაისმა, ესპანეთი დაინგრა, ნელა, ტკივნეულად და თითქმის უჩუმრად. ეს იყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. ესპანეთის სამოქალაქო ომზე საუბარი შეუძლებელია დავიწყოთ ზუსტად იმ წამიდან, როდესაც პირველი ტყვია გავარდა. პირიქით, მისი ისტორია გაცილებით უფრო ადრე იწყება. ეს არის 1492 წელი. რეკონკისტას დასრულება და გრანადის დაცემა ეს იყო ის მომენტი, რომელმაც ესპანეთი ევროპის პოლიტიკურ რკაზე ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ აქცია. ფერდინანდ არაგონელისა და იზაბელა კასტილიელმა არა მხოლოდ გაერთიანეს ერი, არამედ საფუძველი ჩაუყარეს ახალ იმპერიას, რომლის საზღვრები ევროპასა და ახალ სამყაროში, აფრიკასა და შორეულ ავსტრალიამდეც კი აღწევდა. ეს იყო სახელმწიფო იმპერია, რომელშიც მზე არასდროს არ ჩადიოდა. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია. ოქრო, ვერცხლი და სხვა სიმდიდრეები ატლანტიკის ოკეანის გადმოკვეთდნენ და ესპანეთის ხაზინას ავსებდნენ. ასე ვითარდებოდა და იფუშქნებოდა ესპანეთის იმპერია. მე-16 საუკუნეში კარლოს პირველისა და მისი ვაჟის ფილიპე მეორის მმართველობისას ესპანეთი იქცა ევროპის უდიდეს ძალად. ეს იყო გლობალური იმპერია მთელ მსოფლიოში. თუმცა იმპერიის ბრწყინვალებას ავიწყდებოდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: შიდა პრობლემები. ეკონომიკა, რომელიც სითხეს გავდა ქვიშაზე, ეფუძნებოდა კოლონიალური რესურსების მუდმივ შემოდინებასა და არა შიდა წარმოების განვითარებას. ამიტომაც ადგილობრივი მრეწველობა სუსტდებოდა. შიდა ბაზარი იზოლირებული რჩებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ სიმდიდრე განაწილებული იყო არა ესპანური საზოგადოების უმრავლესობაზე, არამედ ამ საზოგადოების მხოლოდ მცირე და კონკრეტულ ნაწილზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კათოლიკური ერთიანობის ფანატიზმი. ესპანური ინკვიზიცია გაძლიერდა და სხვანაირი ფიქრი, სხვანაირი რწმენა სასტიკად იდევნებოდა. ეს მართალი ამყარებდა მეფის ძალაუფლებას, მაგრამ ამხობდა პროგრესის, აზროვნებისა და ნებისმიერი იმ გამოვლენების ნიშანს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას. ესპანეთის ძალაუფლება კი ნელ-ნელა ჭკნებოდა. 1588 წელს ესპანური დიდი არმადა, უძლიერესი საზღვაო ფლოტი ბრიტანეთთან ბრძოლაში განადგურდა. მე-17 საუკუნეში ფისკალური კრიზისებისა და ხშირი ომები ამცირებდა იმპერიის სიძლიერეს. ასევე მუდმივი სამხედრო კამპანიები და ვალები ესპანეთის ეკონომიკას ასუსტებდა. აგრეთვე კოლონიებში მრავლად იყო ამბოხებები. ესპანეთი ნელა, მაგრამ გარდაულად შედიოდა ხანგრძლივი დაღმასვლის პერიოდში. იმპერია, რომელიც თითქოს საუკუნეობრივ ძლიერებას ემსახურებოდა, მე-17 საუკუნის ბოლოსათვის უკვე დაქვეითების გზაზე იდგა. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული დიდება, მაგრამ შიგნიდან საყრდენები ეცლებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოსათვის კი ესპანეთი სუსტად განვითარებული, მძიმე სოციალურ პრობლემებში ჩაფლული ქვეყანა იყო, რომელიც ცდილობდა გადაეტანა ეროვნული დამცირება და მუდმივი პოლიტიკური კრიზისები. 1898 წელს ესპანეთმა წააგო ომი ამერიკასთან და დაკარგა თავისი ბოლო კოლონიები კუბაში, პუერტო-რიკოში და ფილიპინებში. ეს იყო მარცხი, რომელსაც ესპანეთში 98-ის კატასტროფას უწოდებდნენ.
ესპანეთის ეკონომიკა ამ პერიოდში კი ძირითადად აგრარულ სექტორზე იყო დამყარებული და გლეხობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მრეწველობა შეზღუდული იყო განსაკუთრებით ბასკეთში და კატალონიაში, ხოლო დანარჩენი ქვეყანა ჩამორჩენილ ფეოდალურ სისტემას ემსგავსებოდა. ესპანეთის სოფლები გაჭირვებით ცხოვრობდა და ისინი დიდი მიწათმფლობელების ხელში იყვნენ ჩავარდნილები. უმუშევრობა იყო მაღალი, განათლების დონე კი საკმაოდ დაბალი. განსაკუთრებით მადრიდი, ბარსელონა და ბილბაო გამოირჩეოდა სიღარიბით. მთელი ეს რამდენიმე საუკუნე ესპანეთში დიდი ცვლილებები და ბუნებადაღლვა მიმდინარეობდა. მონარქიის რეპრესიები, კარლისტური ომები, თვით მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაც ლიბერალებსა და მემარჯვენეებს შორის. ასეთ დაძაბულ ვითარებაში 1923 წლის 13 სექტემბერს ბარსელონაში გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ მოაწყო სამხედრო გადატრიალება. მან გამოსცა ცნობილი მანიფესტი ესპანეთის მოსახლეობას, რომელშიც თავი წარადგინა როგორც პატრიოტი, რომელმაც გადაწყვიტა ეროვნული ღირსების და წესრიგის აღდგენა პარტიული ანარქიისგან დასუსტებულ ქვეყანაში. პრიმო დე რივერამ ქვეყანაში მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდა გადამდგარიყო. მეფე ალფონსო მე-13-მ, რომელსაც სძულდა რესპუბლიკური იდეები და ეშინოდა რევოლუციის, მალევე დაუჭირა მხარი გენერალს. თავიდან პრიმო დე რივერას მოსვლას მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმა. ბევრმა დაინახა მასში ადამიანი, რომელიც დაასრულებდა პოლიტიკურ კორუფციას და მოუტანდა ქვეყანას სტაბილურობას. პრიმო დე რივერას ხელისუფლება თავიდან გამოირჩეოდა გარკვეული ეფექტიანობით. შენდებოდა გზები, ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, განისაზღვრა სახელმწიფო ჩარევის გაზრდილი როლი ეკონომიკაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნული ერთიანობის იდეაზე და სეპარატისტული მოძრაობის, განსაკუთრებით კატალონიური ნაციონალიზმის ჩახშობაზე. თუმცა მალევე გამოჩნდა მისი მმართველობის შეზღუდვები. პოლიტიკური პარტიები აიგრძალა, პარლამენტი დაითხოვეს, პრესაზე დაწესდა მკაცრი ცენზურა. ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩამოერთვა დამოუკიდებლობა და სამოქალაქო უფლებები. საზოგადოების ერთმა ნაწილმა იგრძნო, რომ პრიმო დე რივერა მხოლოდ ახალი სახე იყო ძველი ავტორიტარული ტრადიციების გაგრძელებისათვის. ანარქისტული და სოციალისტური მოძრაობები კვლავ გააქტიურდნენ. დაიწყო გაფიცვები და პროტესტები. ამას დაემატა 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ესპანეთში სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოიწვია. საბოლოოდ 1930 წელს პრიმო დე რივერა იძულებული გახდა გადამდგარიყო. მალე მეფე ალფონსო მე-13 მიხვდა, რომ მისი პოზიცია საგრძნობლად შესუსტა. საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით ინტელიგენციისა და საშუალო ფენების მხრიდან სულ უფრო რესპუბლიკისკენ იხრებოდა. მაშინ კი, როდესაც პრიმო დე რივერას პერიოდი დასრულდა, ქვეყანაში არსებულმა ხმა პოლარიზაციამ მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავა მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის არსებული უფსკრული. ესპანური საზოგადოება იყო გახლეჩილი ორ მკვეთრად განსხვავებულ სამყაროდ. ერთი, რომელიც ხარს უჭერდა ძველი ტრადიციების, კათოლიკური იდენტობისა და ძლიერი ცენტრალიზირებული სახელმწიფო შენარჩუნებას და მეორე, რომელიც ისწრაფოდა სოციალური სამართლიანობისკენ, შრომის უფლებების და სეკულარიზმის და ასევე რეგიონალური თავისუფლებისკენ, რაც განპირობებული იყო ბასკეთში და კატალონიაში არსებული დაპირისპირებებით. საზოგადოებაში უკმაყოფილება იმ დონემდე იზრდებოდა, რომ 1931 წლის ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკურმა ძალებმა, ანუ მემარცხენეებმა, დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვეს. ეს შედეგი კი იმდენად სიმბოლური იყო, რომ მალე 14 აპრილს ესპანეთის რესპუბლიკა გამოცხადდა და მეფე ალფონსო მე-13 იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. დაიწყო მეორე ესპანური რესპუბლიკის პერიოდი, რომელიც სავსე იყო იმედებით, დაპირისპირებებით და დაუსრულებელი დაპირებებით. თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრიმო დე რივერას მმართველობის უკანასკნელ წლებში კიდევ ერთი უცნაური ეპიზოდი მოხდა ესპანეთის ისტორიისთვის. ხელისუფლებამ ესპანეთის ეროვნული ხაზინის მნიშვნელოვანი ნაწილი, უზარმაზარი რაოდენობით ოქრო, მთელი ის სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ ნაძარცვი და მოპოვებული ამერიკის კონტინენტიდან, ჩააბარეს სტალინს,
რათა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისში შეემსუბუქებინათ და იყიდათ ასევე იარაღი თავიანთი ხელისუფლების გამტკიცებისთვის. ლეგენდის დონეზე შემორჩენილია ვერსია, რომ პრიმო დე რივერამ ზუსტად სტალინს საბჭოთა კავშირს გაუგზავნა ესპანური ოქრო. შეიძლება მას სურდათ საბჭოთა კავშირთან ეკონომიკური გარიგების დადება, თუმცა ისტორიკოსები მაინც არ შეთანხმებულან საბოლოო ვერსიაზე. ზუსტი მოცულობა ამ ოქროსი საკამათო საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პერიოდიდან დაიწყო ესპანეთში საბჭოთა კავშირის ფარული გავლენა, რომელიც აშკარად უფრო გაძლიერდა ესპანეთის სამოქალაქო ომისას. მარტივად რომ თქვათ, ეს იყო მსოფლიო ომის პრელუდია ესპანეთში, პოლიტიკისა და სამოქალაქო დაპირისპირებების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გამოვლენა. რაც შეეხება ახალ ეპოქას, მეორე რესპუბლიკა ამაყად აცხადებდა სეკულარიზმს, პროგრესს, სოციალურ რეფორმებს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. თუმცა, მიუხედავად ოპტიმიზმისა, ახალმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო ხალხის გაერთიანება. საზოგადოება ორმკვეთრად დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა იდეოლოგიურ რადიკალიზმში. 1923 წელს პირველი რესპუბლიკური მთავრობის ჩავარდნის შემდეგ არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს მემარჯვენეებმა. კერძოდ სედამ, ეს იყო კონფესიონალური, კონსერვატიული პოლიტიკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხილ რობლესი. მათი მიზანი იყო რესპუბლიკის ფარგლებში დარჩენა, მაგრამ მაქსიმალურად შეეჩერებინათ მემარცხენეთა რეფორმები. საზოგადოებაში ესულობები აღიქვეს როგორც უკან ნახევარ და საფრთხე. 34 წელს ესპანეთში მოხდა დიდი ანჯაყება, განსაკუთრებით ასტორიაში, სადაც მუშებმა მოაწყოს შეერაღებული ამბოხება. აჯანყებას სასტიკად ჩაახშო არმიამ, რომელსაც ამ დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა და ამბიციური გენერალი ფრანცისკო ფრანკო. სისხლისღვრა იყო მასობრივი. ასტორიის აჯანყება მემარცხენეებისათვის გმირობის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მემარჯვენეებისათვის ქვეყნის გადარჩენის აუცილებლობის დამადასტურებელი მოვლენა. 1936 წელს მემარცხენე ძალებმა კვლავ მოიპოვეს გამარჯვება არჩევნებზე, როდესაც შეიქმნა სახალხო ფრონტი, მემარცხენე პარტიების კოალიცია. ეს კიდევ უფრო გააღრმავებდა დაპირისპირებებს. მემარჯვენეებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რესპუბლიკა გადაიქცა ქაოსის წყაროდ, სადაც ანარქისტები, კომუნისტები და რადიკალები სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევდნენ. მემარცხენეებმა კი მიიჩნიეს, რომ ახლა ბოლოს შანსი ჰქონდათ სოციალური რევოლუციისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანური საზოგადოება ორი შეურიგებელი სამყაროს ბრძოლაში გადაეშვა. 1936 წლის 17 ივლისს აჯანყება დაიწყო ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიებში, უпростоრედ მაროკოში. ეს რეგიონი იყო ესპანური არმიის ყველაზე ერთგული ნაწილი და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე გამოცდილი ძალა. აქ იდგა სწორედ აფრიკული არმია, რომელიც ძირითადად შედგებოდა პროფესიონალი სამხედროებისაგან და ადგილობრივი მაროკოელი ჯარისკაცებისგან. სწორედ ამ მაროკოში განლაგებულ ძალებს ხელმძღვანელობდა გენერალი ფრანცისკო ფრანკო, რომელიც ამ დროისათვის სამხედრო წრეებში უკვე საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. იგი გამოცდილი იყო როგორც ბრძოლის ოლზე, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობაშიც. ამბოხების დაწყებისთანავე ფრანკომ კონტროლი დაამყარა მაროკოში და მალევე დაიწყო მოქმედება ესპანეთის მატერიკზე, ანუ ევროპულ ნაწილზე გადასასვლელად. თუმცა ფრანკოს ძალებს გადმოსასვლელად ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ესპანეთის სამხედრო ფლოტი ძირითადად რესპუბლიკელების მხარეს დარჩა, რაც კი იმას ნიშნავდა, რომ აფრიკიდან ჯარების მატერიკზე გადასაყვანად საჭირო იყო ან გემები, ან თვითმფრინავები. ფრანკოს და მემარჯვენეების დასახმარებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გერმანიამ და იტალიამ, ჰიტლერმა და მუსოლინიმ. ფრანკოს გადასაყვანად და შემდგომ სამხედრო მხარდაჭერისთვის დაუყოვნებლივ გამოაგზავნეს სატრანსპორტო თვითმფრინავები და სწორედ მათი დახმარებით ფრანკომ თავისი ჯარები გადაიყვანა ესპანეთში. აჯანყებულების საწყისი გეგმა იყო სწრაფი, კოორდინირებული დარტყმა მართველი რესპუბლიკის მიმართ. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ წარიმართა, როგორც მათ ეგონათ. პირველივე დღეებიდანვე აჯანყება ჩავარდა მადრიდსა და ესპანეთის ბევრ დიდ ქალაქში, მაგალითად ბილბაოშიც და ბარსელონაშიც. მუშათა და გლეხთა ორგანიზაციებმა, ასევე სოციალისტებმა, ანარქისტებმა და კომუნისტებმა გააჩერეს სამხედრო ქვედანაყოფების ცდომა და საკუთარი ძალებით დაიწყეს ქალაქების დაცვა.
გარდა ამისა, დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში გენერლები ხოსე სანხუდერო და ემილიო მოლა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აჯანყების პოლიტიკურ ფრთას. ავიაკატასტროფაში მოყვა მოლა, რომელიც გეგმავდა აჯანყების დეტალებს და უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი, რომელიც რესპუბლიკელების წინააღმდეგ წავიდოდა. ესპანეთის სამოქალაქო ომში მხარეები ასე იყვნენ დაყოფილი: აჯანყებულები, ანუ ნაციონალისტები, რომელთა რიგებში იყვნენ საკუთრივ ფრანცისკო ფრანკო, რომელიც მალევე გახდა აჯანყებულთა უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელიც. მან საკუთარი თავი 1936 წლის ბოლოს ესპანეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელადაც გამოაცხადა. ასევე იყვნენ გენერლები და მაღალი წოდების ოფიცრები, ფალანგისტები, ანუ ესპანეთის ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ, რივერას ვაჟმა დაარსა. ასევე ფრანკოს ხარის იყვნენ კალისტები, ტრადიციონალისტი მეფის მომხრეები, რომელთაც სურდათ ბურბონების ერთ-ერთი დინასტიის აღდგენა და რომელსაც აგრეთვე სურდათ რესპუბლიკელები. და რა თქმა უნდა დიდი მიწათმფლობელები, ეკლესია და ბიზნეს ელიტა. ისინი ფრანკოში ხედავდნენ წესრიგის აღდგენისა და სოციალური რევოლუციის თავიდან ნაცელების შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება მემარცხენე ფრთას, ანუ რესპუბლიკელებს, მათში შედიოდა მადრიდის რესპუბლიკური მთავრობა, რომელშიც შედიოდნენ სოციალისტები, ლიბერალები, კომუნისტები და ანარქისტებიც. ასევე გლეხთა ორგანიზაციები, ყველაზე და პროკავშირები, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო UGT, სოციალისტური პროკავშირი და ასევე CNT, ანარქო ანტიკარლისტური კონფედერაცია. და რა თქმა უნდა კომუნისტური პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მცირე ძალას წარმოადგენენ ამ პერიოდში. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე აშკარად ჩანდა, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ სამხედრო ბრძოლა, არამედ მსოფლიოს იდეოლოგიური ბრძოლის ასახვა. მემარცხენეებისათვის ეს იყო ფაშისტთან და რეაქციულ ძალებთან ბრძოლა თავისუფლებისა და პროგრესისთვის, ხოლო მემარჯვენეებისთვის კი ეს იყო ბრძოლა ღმერთის, ტრადიციისა და ეროვნული ერთიანობის გადასარჩენად. ფრანკოს სწრაფი მოქმედებებისა და აჯანყებულთა მიერ კონტროლირებული რეგიონების მობილიზების მიუხედავად ომი გაგრძელდა 3 წელიწადს და თანდათან გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და ტრაგიკულ ეპიზოდად თანამედროვე ევროპის ისტორიაში. ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო როგორც სამხედრო აჯანყება, მაგრამ სწრაფად გადაიქცა სასტიკ, მასშტაბურ და დაუნდობელ შიდა ომში, რომელიც სულისკვეთებით, სიმბოლურობით და მასშტაბით ევროპის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ კონფლიქტად იქცა. პირველი მსხვილი ბრძოლები დაიწყო მადრიდის ალყით. ფრანკოს მიზანი იყო დედაქალაქის სწრაფი დაკავება, რასაც უნდა უზრუნველყო აჯანყებულთა გამარჯვება და ომის სწრაფის დასრულება. 1936 წლის ნოემბერში ფრანკოს ჯარებმა დაიწყეს მასიური შეტევა მადრიდზე. ფრანკოს ჯარებმა მადრიდის გარშემო მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, მაგრამ ვერ შეძლეს დედაქალაქის დაკავება. თავდაცვის ლოზუნგი გახდა "No pasarán, არ გაივლიან", რომელიც მუშათა და რესპუბლიკური ძალების შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. მადრიდის ალყა გაგრძელდა თითქმის მთელი ომის განმავლობაში, თუმცა ქალაქი არასდროს არ დაეცა. ამავე პერიოდში დაიწყეს სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებიც. ყველაზე ცნობილ ტრაგედიად იქცა გერნიკის დაბომბვა. 27 წლის აპრილში გერმანულმა კონდორის ლეგიონმა დაბომბა ბასკური ქალაქი გერნიკა. გერნიკა გახდა სიმბოლო ომის სისასტიკის და უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა. გერნიკის დაბომბვა პაბლო პიკასომ უგდაყო თავისი ცნობილ ნახატში, რომელიც შემდგომი თაობებისთვის დარჩა ომის საშინელებების მთავარ ალეგორიად. რესპუბლიკელების შიგნით დაპირისპირებებიც იზრდებოდა. ანარქისტები, კომუნისტები და სოციალისტები და სხვადასხვა მემარცხენე დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, განსაკუთრებით კატალონიაში, ბარსელონაში. 1937 წელს დაიწყო სისხლიანი შიდა ბრძოლები ანარქისტებსა და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილ კომუნისტებს შორის. 1938 წელი ესპანეთის სამოქალაქო ომში გარდამტეხი წელი აღმოჩნდა. ფრანკოს ძალებმა მძიმე ბრძოლებით მოახერხეს რესპუბლიკური ტერიტორიის გაყოფა. 39 წლის დასაწყისში ფრანკოს ძალებმა დაიწყეს მასობრივი შეტევა კატალონიის მიმართულებით. კატალონიის დაცემა გარდაუვალი იყო. ბარსელონა რესპუბლიკის მარცხენა ფრთის ძლიერი ციხესიმაგრე და ანარქისტული მოძრაობის ცენტრი 29 წლის 26 იანვარს დაიცა.
ბარსელონას დაცემის შემდეგ რესპუბლიკელები პრაქტიკულად უზრუნველები იყვნენ. 39 წლის მარტში მადრიდის შიგნით მოხდა ფაქტობრივი სამხედრო გადატრიალება. პოლკოვნიკმა სეგისმუნდო კასადამ და სხვა ოფიცრებმა ჩამოართვეს ძალაუფლება კომუნისტურ ფრაქციებს და დაიწყეს მოლაპარაკებები ფრანკოსთან. 39 წლის 28 მარტს მადრიდი მშვიდობიანად ჩაბარდა ფრანკოს ძალებს. ამით სამოქალაქო ომი დასრულდა. 1939 წლის 1 აპრილს ფრანკომ ოფიციალურად გამოაცხადა ომის დასრულება თავისი ცნობილი სიტყვებით La guerra ha terminado. ომი დასრულებულია. ფრანცისკო ფრანკოს მიერ ესპანეთის სამოქალაქო ომის მოგების შემდეგ 1939 წელს ქვეყანაში დაიწყო ახალი ეპოქა. ავტორიტარული დიქტატურის ხანა, რომელსაც თვითონ ფრანცისკო ფრანკოც უწოდებდა Nuevo Estado, ანუ ახალი სახელმწიფოს ეპოქა. ფრანკო თვითონ საკუთარ თავს უწოდებდა კაუდილიო, რომელიც ესპანურად ახლობით იგივეა, რაც მთავარსარდალი, ან ხალხის წინამძღოლი, როგორც ფიურერი. ის არ იყო უბრალოდ პრეზიდენტი ან მეფე. ის იყო სრული ძალაუფლების მქონე ფიგურა, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებს ამ ყველაფერს ერთდროულად. ესპანეთში მალევე აიგზავნა ყველა პოლიტიკური პარტია გარდა ფრანკოს მიერ გაერთიანებული ფალანგისტური მოძრაობისა, ანუ Falango Española Tradicionalistas. ეს იყო ფალანგისტური იდეოლოგია, უბრალოდ ფაშისტური ან ნაციონალისტური, თუმცა ფრანკოს პოლიტიკა უფრო კონსერვატიულ კათოლიკურ მიმართულებას მიჰყვებოდა, ვიდრე კლასიკურ ევროპულ ფაშიზმს ან ნაციონალიზმს. სწორედ კათოლიკური ეკლესია გახდა რეჟიმის ერთ-ერთი სახდენის სვეტი. განათლება, მორალი, სოციალური ნორმები, ყველაფერი ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. ფრანკოს ესპანეთი ძალიან კონსერვატიული, ტრადიციული და დოგმატური სახელმწიფო გახდა. დიდი ცენზურა დაწესდა პრესაზე, ლიტერატურაზე, კინოზე და თუნდაც პირად ცხოვრებაზეც. ნებისმიერი რესპუბლიკურ სიმპათიაზე შეიძლებოდა დაპატიმრება, ან კიდევ უარესი სიკვდილით დასჯა. ომის შემდეგ კი დაიწყო თეთრი ტერორი. ეს იყო 10,000-ობით რესპუბლიკელის დასჯა სიკვდილით. ათეულობით 1000 ადამიანი გამოუწვიეს ციხეებში, მოხვდნენ გადასახლებაში ან დაამცირეს საზოგადოებრივად. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ფრანცისკო ფრანკოც აღმოჩნდა ძალიან სენსიტიურ და რთულ მდგომარეობაში. ის დიდად იყო დავალებული ჰიტლერისა და მუსოლინისგან, რადგანაც გერმანიამ და იტალიამ სამხედრო დახმარება გაუწიეს ფრანკოს სამოქალაქო ომში. მეორე მხრივ ესპანეთი განადგურებული იყო სწორედ ამ სამოქალაქო ომით. ეკონომიკა დანგრეული, მოსახლეობა ხატაკი, ინფრასტრუქტურა ჩამოშლილი და ჯარი თითქმის არც იყო. ფრანკომ გააცნობიერა, რომ ესპანეთი ვერ გაუძლებდა კიდევ ვერ დიდ ომს. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ 1940 წელს ფრანკო შეხვდა ჰიტლერს პენდაიში, ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე, სადაც ჰიტლერი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ იგი გერმანიის მხარეს ჩართულიყო ომში. მაგრამ აქ ფრანკომ დიდი დიპლომატიური სიბრძნით დაიწყო მოთხოვნების წამოყენება. ისი თხოვდა მაროკოს, ალჟირის ნაწილს და სხვა ტერიტორიებს აფრიკაში. ეს იყო ფარული თამაში. ფრანკოს სინამდვილეში არც უნდოდა ომში ჩაბმა. უბრალოდ ისე წარმოაჩინა, თითქოს ძალიან მაღალი ფასის გადახდა სჭირდებოდა. რის შემდეგ ჰიტლერმა საბოლოოდ დაკარგა ინტერესი. ესპანეთი ოფიციალურად დარჩა ნეიტრალური. თუმცა უნდა ითქვას, რომ ფრანკო ფარულად უჭერდა მხარს ხერძის ქვეყნებს და ესპანეთიდან თავდაცვის მოხალისეები, ეგრეთ წოდებული ლურჯი დივიზია იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აღმოსავლეთ ფრონტზე. მან შეძლო და გადაარჩინა თავისი ძალაუფლება, როცა მისი ევროპელი მოკავშირეები ჰიტლერი და მუსოლინი დაეცნენ. ფრანკოს მიერ ესპანეთის მართვა დაიწყო 1939 წელს და გაგრძელდა თითქმის 4 ათეული წლის განმავლობაში. მისი რეჟიმი დაფუძნებული იყო მკაცრ ავტორიტარიზმზე, სადაც თავისუფალი აზრი, პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი მედია სრულად იყო ჩახშობილი. ქვეყანა მკაცრად იზოლირებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც. თუმცა 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ეკონომიკური ვითარება ეტაპობრივად გაუმჯობესდა. ქვეყანაში შემოვიდა უცხოური ინვესტიციები, განვითარდა ტურიზმი, დაიწყო ინდუსტრიალიზაცია
ეს პროცესი ისტორიაში ცნობილია როგორც ესპანეთის ეკონომიკური სასწაული. 1975 წლის 20 ნოემბერს ფრანცისკო ფრანკო გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად. მისი სიკვდილი გახდა ესპანეთისთვის ისტორიული გარდატეხის მომენტი. მანამდე მან ოფიციალურად დაასახელა მეფე ხუან კარლოს I ესპანეთის მომავალ მმართველად. თუმცა ფრანკოს იმედი ჰქონდა, რომ ხუან კარლოსი გააგრძელებდა ავტორიტარულ ხაზს, მაგრამ მეფემ სრულიად საპირისპირო გზა აირჩია. მან დაიწყო ეგრეთ წოდებული ესპანური ტრანზიცია, ან მშვიდობიანი გადასვლა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაში. მისი პირველი ნაბიჯი იყო პოლიტიკური პარტიების ლეგალიზაცია, რაც 1976 წელს მოხდა. გაიმართა თავისუფალი არჩევნები და პირველი 1936 წლის შემდეგ. დაწერილი იქნა ახალი კონსტიტუციაც, რომელიც 1978 წელს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე დამტკიცდა. მეფე წარმოადგენდა სახელმწიფოს სიმბოლოს, მაგრამ არ ფლობდა აღმასრულებელ ძალაუფლებას. ქვეყანა გადაერთო პლურალისტურ დემოკრატიაზე, სადაც დაცულია პოლიტიკური თავისუფლებაც და ადამიანის უფლებებიც, ასევე ადამიანის უფლებები სამართლებრივ სახელმწიფოში. 70-იანი 80-იანი წლებიდან მოყოლებული ესპანეთი გახდა დასავლეთის დემოკრატიის ნაწილი. 86 წელს ის შეუერთდა ევროკავშირს, ეკონომიკა განაგრძობდა ზრდას, განვითარდა ტურიზმი, ინდუსტრია და თანამედროვე სერვისების სექტორი. ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, რაც თავარია, ესპანეთმა შეძლო სისხლიანი სამოქალაქო ომის ავტორიტარიზმი და ეკონომიკური ფარგლით დამძიმებული ისტორიის შემდეგ შეიცვალა და გაყოლოდა ახალ გზას, მშვიდობიანს და წარმატებულს დემოკრატიული მომავლით. ეს პროცესი ხშირად მოიხსენიება მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი პოლიტიკური ტრანზიციისა, რომელიც შიდა კონფლიქტების გარეშე განხორციელდა. ამით დასრულდა ესპანეთის სამოქალაქო ომზე და ესპანეთის უახლეს ისტორიაზე ჩანაწერი. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერეთ არხი, კარგად ბრძანდებოდეთ.